მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე დედაქალაქის მერის ინფორმაციით პრევენციული პროექტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შესაძლო რისკების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად თებერვლის ბოლოს დასრულდება. ნინი მაისურაძე გიამბობთ. მორიგი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი შესაძლო რისკების პრევენციისთვის ვაკის რაიონში ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე მეწყერსაშიში ფერდი მაგრდება. აქტიური მუშაობა 13,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედლები ამ მონაკვეთზე გადაადგილების სრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. კედელი ქვადაცვენის შემთხვევაში ბარიერი იქნება და ნაშალ მიწას შეაკავებს. მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული სამუშაოების წარმოება, იმიტომ რომ სულ დამინდებში, ზამთრიან ამინდებში არის საშიშროება ფერდის ჩამოშლის და შესაბამისად სხვა ალტერნატიული გზა არ არსებობს. ამ სამუშაოების შემდეგ ფერდი მთლიანად იქნება გამაგრებული, საავტომობილო გზა იქნება ყველანაირად მოწესრიგებული და გადაადგილება იქნება, რა თქმა უნდა, უსაფრთხო და უპრობლემო. ფერდზე მიწის მასა პერიოდულად იცვლოდა, გამაგრების აუცილებლობა კი ინტენსიური წვიმების ფონზე გამოიკვეთა. ტერიტორია შეისწავლეს სპეციალისტებმა, ჩატარდა შესაბამისი კვლევები და დაიგეგმა საინჟინრო ღონისძიებები. ამ დროისთვის უკვე მოწყობილია 400 ანკერი და 20 ხიმინჯი. ასევე დამონტაჟდება ფოლადის გალვანიზირებული ბადე, რაც ქანების ჩამოშლის რისკს შეამცირებს. ეს რატო არის მნიშვნელოვანი? ერთი რომ ეს ერთადერთი გზა არის ახალდაბის მიმართულებით და საშიში არის რომ ჩამოწოლილი იყო ეს მეწყერი და მეორე ჩემგან ხელმარცხნივ არის მდინარე ვერე, რომელიც ასევე საშიშროება იყო თბილისისთვის, რომ ჩამოწვეს ეს მეწყერი და ჩაკეტოს არ განმეორებულიყო იგივე ტრაგედია, რაც მოხდა ივნისის ცნობილი მოვლენებით თბილისში. პროექტი მხოლოდ ფერდის გამაგრებას არ ითვალისწინებს, მოეწყობა სანიაღვრი არხიც, რაც ნალექის ზემოქმედებით ფერდის დაზიანების ალბათობას შეამცირებს. ბოლოს კი გზაზე დაიგება ასფალტის საფარი და სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. სამუშაო თებერვლის ბოლოს დასრულდება. 2000 ცალზე მეტი ანკერი მოეწყობა ფერდზე, ასევე ხიმინჯოვანი კედლები გაკეთდება, რომ ეს ფერდი იყოს უსაფრთხო. სამუშაოები ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით 1 თვის წინ ივლისის თვეში. საშიში ზონების გამაგრება, მეწყრული პროცესების პრევენცია და უსაფრთხო გადაადგილება, რისკების შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება მერიის პრიორიტეტია.